Solo leveling-იც დასრულდა. ანიმე, რომლის ახალ ეპიზოდებსაც ბევრი მოუთმენლად ელოდა. ბევრი ისეთი ახალი ანიმე გამოდის, რომლის ნახვაც არც კი ღირს. სალამი, თქვენთან არის გილდარცი. დღეს კი ვიდეოში გეტყვით ტოპ 5 ანიმეს, რომელიც აპრილში გამოვა. მაშასე დავიწყოთ. მეხუთე, სენტაი დაიშიკაკუ, სეზონი 2. გასულ 13 წლის განმავლობაში მონსტრების არმია ყოველ კვირას ჩნდებოდა მათი მცურავი ციხესიმაგრის ქვეშ, რადგან შეესრულებინათ თავიანთი გეგმა. დედამიწა დაეპყროთ. საბედნიეროდ დრაკონის მცველები აქ არიან, რათა მათ ხელი შეუშალონ. მათ დაამარცხეს მონსტრების უმეტესობა. პირველად შემოჭრის დროს. გმირები ახლა რეგულარულად ჩნდებიან წინააღმდეგობის ნებისმიერ ნარჩენების მოსაშორებლად. თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ყოველი ბრძოლა პირველის გარდა იყო ორივე მხარის მიზანმიმართული შოუ. დრაკონის მცველები დიდებასა და პრესტიჟს იღებენ წარმოსახვითი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოლო გადარჩენილ ყველაზე სუსტ ურჩხულებს, დუსტერებს, უფლება აქვთ იცხოვრონ კიდევ ერთი დღე. გამოსვლის თარიღი 13 აპრილი. ზუსტი ეპიზოდების რაოდენობა უცნობია, სავარაუდოდ 12. მეოთხე, Windbreaker-ი, სეზონი 2. ადრეული ასაკიდანვე ჰარუკა საკურა იყო გარიყული მისი არატრადიციული გარეგნობისა და სოციალური უნარების ნაკლებობის გამო. თუმცა უხეშმა მოპყრობამ იგი შესანიშნავ მებრძოლად აქცია, რაც ახლა ერთადერთია, რითაც ამაყობს. ფურინის უმაღლესი სკოლიდან დაწყებული, სადაც ამბობენ, რომ ძალას აფასებენ აკადემიკოსებზე, საკურას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, პირველი ადგილის დაკავება. ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე ქუჩის ჯგუფში ჩართული საკურა ხვდება თავის მომავალი თანაკლასელების ჯგუფს. ჩვეულებრივი უარის ნაცვლად ისინი მის გვერდით იბრძვიან და აჩვენებენ, რომ სკოლას რეალურად აინტერესებს ქალაქი მაკოჩის დაცვა ყოველგვარი ზიანისგან. ამიტომაც მოსწავლეები საკუთარ თავს ბოფურინს უწოდებენ. გამოსვლის თარიღი 4 აპრილი. ეპიზოდების რაოდენობა უცნობია, სავარაუდოდ 13 სერია. მესამე, ლაზარუსი, 2052 წელია. მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო მშვიდობისა და კეთილდღეობების ეპოქას უფევს. ამის მიზეზი კი კაცობრიობა განთავისუფლდა ავადმყოფობისა და ტკივილისგან. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ნეირომეცნიერმა დოქტორ სკინერმა შეიმუშავა სასწავლებრივი წამალი, რომელსაც აშკარა ნაკლი არ აქვს, სახელად ჰაპუნა. თუმცა ჰაპუნას ოფიციალურად წარმოდგენილად მალევე დოქტორი სკინერი ქრება. 3 წლის შემდეგ სამყარო წინ წავიდა, მაგრამ დოქტორი სკინერი დაბრუნდა, ამჯერად როგორც განწირვის წინამძღვარი. სკინერი აცხადებს, რომ ჰაპუნას აქვს მოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდი. ყველა, ვინც მიიღო ეს, მოკვდება დაახლოებით 3 წლის შემდეგ. სიკვდილი მოდის ამ ცოდვილი სამყაროსთვის და ის მალე იქნება. ამ საფრთხის საპასუხოდ 5 აგენტისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი შეიკრიბა მთელი მსოფლიოდან, რათა გადაარჩინოს კაცობრიობა სკინერის გეგმისგან. ამ ჯგუფს ლაზარუსი ჰქვია. გამოსვლის თარიღი 6 აპრილი. ეპიზოდების რაოდენობა 13 ეპიზოდი. თუ გსურთ წაიკითხოთ მანგები და მანჰვები ქართულად, გადადით მანრაკუჯიზე. არ დაგაუწყდეთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს. საიტის ლინკი აღწერაში იქნება. მეორე, The Beginning After the End. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეფე, გრეი, რომელიც ფლობდა დიდ ძალაუფლებას, სიმდიდრეს და წოდებას, რომლის თანასწორიც მის სამყაროში არავინ, არც ძალით და არც წოდებით არ იყო. მოულოდნელად გარდაიცვალა. მალევე მან აღმოაჩინა, რომ იგი სხვა სამყაროში თავიდან დაიბადა და მისი ახალი სახელია არტურ ლეივინი. ეს ახალი სამყარო სავსეა მაგიით. მალევე იწყებს თავის ახალ სამყაროში ბედნიერად ცხოვრებას, მაგრამ ყველაფერი ასე არ გაგრძელდება. მას ახალ სამყაროში მოუწევს შეისწავლოს მაგია, ისწავლოს ხმლების გამოყენება, გადალახოს ბევრი თავგადასავალი და გახდეს ძლიერი. გამოსვლის თარიღი 2 აპრილი. ეპიზოდების რაოდენობა უცნობია, სავარაუდოდ 24. და პირველი,
Fire Force სეზონი 3. ახალგაზრდა და მონდომებული მესამე თაობის პიროკინეტიკური შინრა კუსაკაბე მეცახელად ეშმაკის ნაკვალევი მისი ასაფეთქებელი უნარის გამო ანთოს თავისი ფეხები ხდება სპეციალური სახანძრო ძალების კომპანიის წევრი კერძოდ მერვე დანაყოფის იცავს ბრიგადის მოვალეობას ჩააქროს ცეცხლოვანი ინფერნალები შინრა იბრძვის რათა აღმოაჩინოს ჭეშმარიტება მწվել საიდუმლოებების მიღმა რომლებიც მას სიბნელეში ინახავდნენ. სეზონი 2 ნაწილად იქნება გაყოფილი. პირველი ნაწილი 5 აპრილს გამოვა, ხოლო მეორე 2026 წლის იანვარში. ეპიზოდების რაოდენობა დადასტურებული არ არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ 24 ეპიზოდი ექნება ჯამში მესამე სეზონს. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება. შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. დროებით.